საბავშვო ფესტივალი კავკასია 2013 ოზურგეთში გალა კონცერტით დასრულდა. ფესტივალის მიზანი საბავშვო და ახალგაზრდული შემოქმედების განვითარების პოპულარიზაცია იყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან არსებული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ გურიას და სტუმარი ანსამბლების ერთობლივი კონცერტი ცეკვა ფარცამ გახსნა. კონცერტზე შესრულდა როგორც ქართული, ასევე უცხოური ტრადიციული ცეკვები. სტუმრებმა შეასრულეს რამდენიმე ქართული ცეკვა. ფესტივალი 1 ივლისს დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის საბავშვო კოლექტივი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალ კავკასია 2013-ის მიზანი საბავშვო და ახალგაზრდული შემოქმედების განვითარება, ასევე ქართული და მსოფლიო ცეკვების პოპულარიზაცია. Нам очень здесь понравилось. Море, обстановка, люди такие доброжелательные, приятно встречают как гостей. Действительно, Грузия на этот счет никак не изменилась. Такие же прекрасные, честные, открытые люди. Но все-таки мы сюда приехали танцевать, выступать и поделиться опытом. И сами что-то, очень многое мы сегодня узнали. Ну, сегодня, за время этого фестиваля, очень профессиональные коллективы. Ребята, всегда я своим ученикам говорю, смотрите, посмотрите, все самое лучшее, что есть. Выучите, дружите, общайтесь с ребятами. Мы часто участвуем в фестивалях, но такое количество талантливых детей в одном месте и настолько профессиональных, не говоря о взрослых уже, вот маленькие дети, они показывают такое мастерство, что мы, многое видавшие, с открытым ртом смотрим на сцену завороженные. Я очень рада, что мои дети увидели, какие профессиональные коллективы существуют. საზღვარგარეთიდან მოწვეულ ანსამბლებს და ამ ანსამბლების დღევანდელი მასპინძელი გახლავთ ანსამბლი გურია, ჩვენი ოზურგეთის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური და ოზურგეთის კულტურის ცენტრი, რისთვისაც მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ ხელმძღვანელებს, რათა ისინი ძალიან დაგვიდგნენ მხარში, რომ ძალიან მოკლე დროში მოხდა ორგანიზება ამ ფესტივალის და ამ კონცერტის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ტიპის ფესტივალები ტარდება და ძალიან სასიხარულოა ჩატარდა ოზურგეთში. ამ ფესტივალში მონაწილეობას იღებს ბევრი ქვეყანა, ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათხოვებას დამყარებას. ფესტივალი ოზურგეთში დასრულდა და კონცერტის ბოლოს მოცეკვავებსა და ქორეოგრაფებს სიგელები და პრიზები გადაიცათ. ნოვოსიბირსკის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლ იმედის მოცეკვავების თხოვნით ანსამბლ გურიას ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა ყობადუნდუამ უცხოელ მოცეკვავებს და ქართველ ემიგრანტებს მასტერკლასი ჩაუტარა. კმაყოფილები ვართ, აქ ძალიან თბილად დაახვდნენ, ძალიან მოგწონს საკაურობა, რეპეტიციები. ჩვენთან ანსამბლში არა მარტო ქართველები ცეკვავენ, აგრეთვე რუსები, სომხები, ლეკები, ქისტები და ყველა არა მარტო ცეკვას სწავლობ, აგრეთვე კულტურას, ქართულ კულტურას ვასწავლით და ძალიან კმაყოფილები ვართ. Очень хотели попасть на репетицию настоящего грузинского госансамбля. И попали на нее, очень понравилось, очень уже устали, да, за одну разминку только очень устали. Поэтому нас сейчас, наверное, посадят, будут показывать нам танцы. Вот, а так все очень интересно, ребята все молодцы, очень красиво танцуют, и нам очень все нравится здесь. ყველაფერი მოხდა სპონტანურად, უცბად გადაწყდა, რომ გუშინვე გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ ჩვენს რეპეტიციას, დასწრებოდნენ, თვითონ გამოთქვეს ბავშვებმა სურვილი და დღეს გვეწვივნეს სტუმრად და ჩვენ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად მუშაობენ, ვარჯიშობენ, ოფსბრიან, ახალ მოძრაობებს სწავლობენ, რომ შემდეგ თავიანთი საშემსრულებლო ოსტატობა აიმაღლონ. სტუმრების სამშობლოში ხვალ გაემგზავრებიან.